ყოფილი პრემიერ-მინისტრის დედა რემაჟვანია თავისი შვილის, როგორც თვითონ უწოდებს, ყოფილ მეგობრებს მოუწოდებს, რომ ნუ დაუშვებენ ქვეყანაში ძალადობას და უსამართლობას. ამის შესახებ მან დღეს მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თავისი დანაპირები არ შეასრულა, ხალხის ნდობა ვერ გაამართლა და ამიტომ მათ ღირსეულად წასვლა სთხოვს. დემოკრატიული სახელმწიფოს მაგივრად შექმენით ავტორიტარული, რომელშიც სუფევს უსამართლობა და ძალადობა. თქვენ იბრალებთ ზურას მეგობრობას. ეგ იყოს თქვენი სინდისის გადასაწყვეტი. თუ ასია, ზურას ხსოვნის საპატივცემლოდ აღარ დაუშვათ ძალადობა. ნუ დაყოფთ საზოგადოებას მტრებად და თქვენიანებად. არ შეასრულეთ ხალხის ნდობა. ღირსეულად მაინც წადით.